მას ახასიათებს გარკვეულწილად ერთის მხრივ შემტევი ტონალობა, შემდგომ უკვე შეცვლილი ტონალობა, იგივე პრეზიდენტ ზელენსკისთან მიმართებაში ეს ახალი არ არის, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ პროექტი შეთანხმების არ არის საბოლოო და ამ პროექტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია. რუსეთის გადმოსახედზეც რომ ვისაუბროთ, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ თითქოს დაეთანხმა, პუტინი ამას რეალურად მათ სურთ თუ არა ომის ასე დასრულება. რუსეთი საუბრობს იმ ძირითად მიზეზებზე და მიზნებზე, რის გამოც ეს ომი დაიწყო. შესაბამისად, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინის ჯარი იყოს განახევრებული, მნიშვნელოვანია ის, რომ მათ შორის დასუსტებული ჯარი ყავდეს უკრაინის, მნიშვნელოვანია ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დაიტოვოს. მე არ ვფიქრობ, რომ ამ ტიპის შეთანხმების შემთხვევაში და თუ არ იქნება მყარავი საფრთხების გარანტიები, რუსეთი არ გაჩერდება, როგორც წესი რუსეთი ინელებს ტერიტორიებს და შემდგომ ხელახალ აგრესიას ახორციელებს. ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ჯირვაში დაბრუნება, მნიშვნელოვანია სანქციების მოხსნა, მნიშვნელოვანია ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა, მათ შორის ამ შეთანხმების ნაწილია ნატო-რუსეთის და ამერიკის ურთიერთობების განახლება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არ არის ცუდი პირობები რუსეთისთვის, იქიდან გამომდინარე, რაც არის, მაგრამ უკრაინის ძლიერი ჯარი აღდგენილი უკრაინა და კარგი უსაფრთხოების გარანტიები, ესეც არ არის პუტინისთვის. მთავარი ამ შემთხვევაში რა იყო? რის გამოც ეს დაიწყო ეს აგრესია, ხო? აქ საუბარი იყო, რომ უკრაინის სუვერენიტეტი უნდა ყოფილიყო რუსეთის გავლენის ქვეშ და რუსეთს უნდა ეკარნახა შემთხვევაში საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო, ასე ვთქვათ, ნაჩვევი. ნატოსთან დაკავშირებული საკითხი ბუნებრივია ამ შეთანხმებაში დევს, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს ნატოს მსგავს უსაფრთხოების გარანტიებზე იყო საუბარი, ამიტომ რამდენადაც ჯერ უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი არის ნაადრევი, იმიტომ რომ ჯერჯერობით ცარიელია შინაარსი ამ უსაფრთხოების გარანტიებზე. მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით განსაკუთრებული მუშაობა იქნება და ჩვენ ვხედავთ მათ შორის ევროპელების აქტიურობას უსაფრთხოების გარანტიების ნაწილთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქ ალბათ პირველი იქნება ის თუ ვინ აღიარებს მაგიდას და ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა ძალიან კონსტრუქციულად და მწყობრად დასავლურ პარტნიორებთან ერთად, ევროპულ პარტნიორებთან ერთად და მათ შორის შეერთებულ შტატებთან მუშაობს იმისთვის, რომ ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა დადგეს, რის ინტერესიც უკრაინას აქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპელები დაინტერესებულები არიან როგორც ხანგრძლივი მშვიდობით უკრაინაში, ასევე ევროპული უსაფრთხოებით, რომელსაც საფრთხეს თავად რუსეთი უქმნის და ამ კუთხით მათ შორის მნიშვნელოვანია დღეს სოფლიო წესრიგი აბსოლუტურად შეცვალა ამ ომმა და ამ სოფლიო წესრიგში როგორ დამთავრდება უკრაინის ომი, ანუ როგორ ასე ვთქვათ დაპაუზდება, ძალიან დიდ გავლენას იქონიებს სოფლიოს უსაფრთხოების საქართველოსაც და გადმოვიდეთ ამ ნაწილზეც პროპაგანდამ ჩინეთის, ასევე რა თქმა უნდა საქართველოს, რომელიც ფაქტობრივად უკვე რუსეთის გავლენის სფეროში არის, მაგრამ ჯერჯერობით სამართლებრივად გაფორმებული არ არის. მე სიმართლე გითხრათ, საქართველოს შემთხვევას აი გაზელურსულ გავლენებს და ივანიშვილის რეჟიმს, როგორც დასაყრდენ ძალას რუსეთის, უყურებ როგორც მეორე ფრონტს რუსეთის მხრიდან გახსნილ საქართველოს წინააღმდეგ, იმ გაგებით, რომ ის ჰიბრიდული ომის ელემენტებით, მეხუთე კოლონით ივანიშვილის რეჟიმის სახით აღწევს იმას, რაც ვერ მიაღწია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, იმიტომ რომ აგვისტოს ომის მიუხედავად ოკუპაციის, ბორდერიზაციის საქართველომ განაგრძო დემოკრატიული განვითარება და განაგრძო მათ შორის ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ამ ვითარებაში ეს ყველაზე საქართველოში ამაზეც ვისაუბროთ, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. მნიშვნელოვანია. მე სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ვერ ვხსნი ოცნების მხარდამჭერების სიხარულს იმ პროექტის მიმართ, რომელიც ჯერჯერობით არც ხელმოზერილი არის და არც არავის პროპაგანდას უხარია მხარდამჭერებს, არ ვიცით უხარიათ და რატომ? იმიტომ რომ ერთი არის უკრაინა და უკრაინის სუვერენიტეტი და ჩვენ ყავს საერთო მტერი, მაგრამ მეორე არის ჩვენი ორი ოკუპირებული რეგიონი. სადაც მათ შორის ხედავთ პროცესს, როგორ იყენებს ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთი იმისთვის, რომ საბოლოოდ იმ ტიპის გავლენის ბერკეტი მოიქონიოს საქართველოზე, რაც გრძელვადიანად მას გამოადგება უკვე კონტროლისთვის ქვეყნის საგარეო და საშინაო კურსის და ამას რატომ ვამბობ? როდესაც აი ხა ვუსმენდი, სანამ თქვენთან მოვიდოდი, ფიფიას, ეს რუს-ქართველი, რომელიც რუსეთში მუშაობს რუსეთის ინტერესებზე, აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე საუბრობდა, მათ შორის ცხინვალის გზაზე, ზანგეზურის დერეფანზე და ამ
შემთხვევაში რუსეთისთვის სასარგებლო დერეფნის საქართველოს გატარების ნაწილზე. მათ შორის ამას წინათ საუბარი იყო ფიფიასა და ზახაროვას შორის, რომ ჟენევის ფორმატი დისკუსიების მინსკში გადასულიყო, რაც ამ ფორმატის პროლობას ნიშნავს და არ თან ხდება ამაზე თანათავმჯდომარეები, ჩვენი დასავლელი პარტნიორების. ამიტომ კიდევ უფრო მეტი, მოკლედ რუსეთის ინტერესი არის ის, რომ სალამ უკრაინაში დასრულდება პროცესი, მას უკვე საქართველოს კონდეს გაფორმებული გამარჯვების სახით. საქართველოს, რომელიც ყოველთვის იყო ფლაგმანი თავისუფლებისთვის ბრძოლის, იქნებოდა ეს რუსეთის მეფის რუსეთის დროს, იქნებოდა ეს მათ შორის საბჭოთა კავშირის შექმნის თუ ღვევის დროს, ჩვენ სამი ომი გამოვიარეთ რუსეთთან, არც ერთხელ არ დაგვიწყია ჩვენ თავად ეს ომი, ყოველთვის რუსეთი იწყებდა ამ ომებს და ამ ვითარებაში მე ვფიქრობ რუსეთი იჩქარებს, აი იმიტომ რომ საქართველოს გაფორმება დაჭირდება, საქართველოს წინააღმდეგ იმგვარი პროექტების შემოტანას, რაც გრძელვადიან ბერკეტს მისცემს მას. და რა არის გრძელვადიანი ბერკეტი? თქვენ ხედავთ საუბრობს, გახშირებულ საუბრობს ნეიტრალიტეტზე, აი ხა აი ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რო ქვია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კაც ის რო თურქმენეთში ჩავიდოდა და ნეიტრალიტეტს მიულოცავდა თურქმენეთს, მიუხედავად იმისა, რომ კი ბატონო ეს თურქმენეთის არჩევანია, მაგრამ ეს წარმოჩენილია ყველაზე აქტიურად დღეს ნეიტრალიტეტის პროექტის იდეით. მე არ მახსენდება ამგვარი ვიზიტი და ამგვარი მილოცვა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან ალბათ არცები, მაგრამ ნეიტრალიტეტის იდეის ტორპედირება საინფორმაციო ცელში დატესტვა ეს ახალი არ არის და მე გაგახსენებთ 2016 წლიდან სამხედრო ნეიტრალიტეტზე ჯერ კიდევ პატრიოტთა ალიანსი მუშაობდა და პუტინთან წერილები რო აგზავნეს, იქაც იყო ეს ფაბულა ჩადებული. ამიტომ ორი ოკუპირებული ტერიტორიის პირობებში, რუსული ბაზების პირობებში ნეიტრალიტეტი რო ზღაპარია, მით უფრო საქართველოსნაირი ქვეყნისთვის და მით უფრო გამოცდილებით, როდესაც 1921 წელს, როდესაც საბჭოთა ჯარმა საქართველოს დაიპყრო ნეიტრალური ქვეყანა ვიყავით და რუსეთს აღიარებული ქონდა საქართველოს საზღვრები და საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს ნეიტრალიტეტის პროექტი რუსეთის მხრიდან შემოგდებულია დღეს საქართველოში იმისთვის, რომ უარია თქვა უნდა ქვეყანას უკვე დე იურე ნატოსა და ევროკავშირში წევრობაზე, დემოკრატიაზე უარი თავად რეჟიმმა თქვა და უკვე დაიწყო შემდგომი პროექტი ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გასაფორმებლად, რაც ძალიან ვირეშმაკულად არის შემოტანილი, სადაც რუსეთი არ არის ამ შემთხვევაში მხარე ამ შეთანხმების და რაშიც ეხმარება ივანიშვილი, იმიტომ რომ ივანიშვილის ერთწლიანია ეს საუბრები დაასრულა წოლოკიანის ღალატის კომისიამ იმგვარად, რომ ომი დაიწყო საქართველომ, ნაცვლად რუსეთისა, მათი ყალბი განცხადებით, ბოდიში მოხდილია უკვე გორში და შესაბამისად გარანტიები, რომ თავს არ დაესხმება, მოხდება ოკუპირებულ ცხინვალზე, რაც აღიარებას ნიშნავს, ადმინისტრაციის გაუქმება, დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი სამხატვრო ავტონომიური ოლქის კიდევ ცალკე თემა, რაც კიდევ ერთი მოთხოვნის შესრულებაა რუსეთის. ბუნებრივია ივანიშვილი, როდესაც მოვიდა 2012 წელს ხელისუფლებაში, ყადაღებულა რკინიგზის გახსნაზე თავად საუბრობდა ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტას მოითხოვდა და პოლიტიკურად დამაზიანებული იყო ქვეყნისთვის, არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ეკონომიკურად არაფერს ბევრს არ მისცემდა ქვეყანას. ეს პროექტი არსად არ წასულა, ხედავთ აგერ ფიფია ამას იქით რუსეთში კიდევ უფრო აძლიერებს ამ ხაზს. და შესაბამისად კონფედერაციის იდეაც ასევე არსებობს, განიხილება, რაც ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროს იყო შემოგდებული რუსების მიერ და შევარდნაძე მაშინ უარი თქვა ამ კონფედერაციის იდეაზე. კონფედერაციას თავაზობდა რუსეთი, მათ შორის პლახატნიუკს მოლდოვაში, რომელიც უარი თქვა, მაგრამ მანაც კი უარი თქვა ამ იდეაზე და გაიქცა. ამიტომ ეს საშინაო დავალებები რუსეთს ხანგრძლივად აქვს და უკრაინის დამარცხება, როდესაც ოცნების მხარდამჭერი ასე გულშემატკივრობს, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მას სურს სამ სახელმწიფოდ დაშულ საქართველოში რუსეთის გავლენის სფეროში ცხოვრება და აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, ამიტომ რა თქმა უნდა, ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის დასავლელი პარტნიორების შეერთებით არის მნიშვნელოვანი. შეუძლებელია საქართველოს პატრიოტი არ გულშემატკივრებდეს უკრაინას. მადლობა.